ალექსანდრე ჯალაღონია 7 წლის. ვსწავლობ 21-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. ჯერ ფეხბურთზე არ დავდივარ და ვაპირებ შესვლას. ახლა სულ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ვთამაშობ შეტევებში და მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში უკვე გავიტანე 30 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ძალიან ლამაზი. ერთი გოგო იყო ფეხებში გაუძინე მურთი და გავიტანე გოლი. ამ დროს მეკარე იყო ჩემი ძმა. ისე კარგად დავარტყი, ახლა მაგრამ მაინც ვერ დაიჭირა ბურთი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარაცხელია. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მინდა ნაკრებში ვითამაშო 10 ნომრით. მე მინდა მქონდეს ლურჯი ფორმა. უკან მეეწერო სათი და ჯალაღონია. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. მე ვიცი ადამიანის ხატვა მანქანის, ნავის, გემის და ასევე ხილის. ყველაზე ძნელია გემის დახატვა. ყველაზე ადვილია ადამიანების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი. არ მიყვარს ვარდისფერი, იმიტომ რომ გოგოსფერია. რატომ გახდა გოგოსფერი? იმიტომ რომ ვარდია და მაგიტომ ვარდისფერი. ჩემ ნახატებს ვაგროვებ პაპკაში და ძალიან ბევრი მაქვს. დაახლოებით მექნება 34. იმიტომ ვაგროვებ, რომ ისე მინდა და ლამაზი ნახატები აქვს და ვინახავ. არ მინდა რომ დამეხიო. ყველაზე ხშირად ვნახავ ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. თავლეს ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა ლეგო. წელს მინდა მაჩუქოს პულტიანი მეორე ტრანსპორტად რომ იქცევა. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 60 წლის. მისი სახელი ალბათ არის სოსო. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ყველაფერს ვსწავლობ. კიდე იმიტომ რომ კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები მყავს. ჩემი საყვარელი საგანია ისტი. საყვარელი მასწავლებელია თამილა ცეცხლაძე. ის არის თბილი, კეთილი, ლამაზი და საყვარელი. და რაც მთავარი არის ძალიან ბედნიერი. საიდან ვიცი ბედნიერი რომა? იმიტომ რომ სულ მე და ჩემ კლასელებს ძალიან კარგად გვიცირის. რო გავირძები მინდა გამოვიდე ჯარისკაცი. ჯარისკაცობა იმიტომ გადაწყვიტე რომ მაგარი სპეცრაზარი გამოვარ და იმას გავარტყავ თოფით. ვესური. ის რაღაცა რო ადამიანებს გავს. ოღონდ ნამდვილი ადამიანები არა. ბავშვობაში მინდა რომ გამოსულიყავდი ჰალკი. ახლა მინდა ვიყო 38 წლის, იმიტომ რომ მაღალი და ძლიერი ვიქნები. მეორე ფული რომ მქონდეს, მიხედდი სახლს. კარგ სახლს და ნამდვილ მანქანას. პირველ რიგში დავეხმარებოდი ამათხოვ მოხუცებს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 ძმა და 1 და. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 3 და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ჰქვია გაბრიელი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური და კეთილი. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი და საყვარელი. მე ვარ სიმპათიური და ჭკვიანი ბიჭი. მე მყავს ძალიან კარგი შეყვარება. თვალწრება უყარ ვიქნები 30 წლის. მე დამყავდი 5 შვილი და დავარქობდი გიორგის, ანას, ემილის, ელენეს და ანრის. ჩემ წელს დავარქვა მარის. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნებია ლოტა აურზარის ქუჩი და სატკბილეთის ქვეყანა და იგავარაკი. მე რომ წერალი ვიყო წიგნის ამზარი ჩემ თავგადასავალს. ჯადოსნურ ჯოხი რომ მქონდეს დედასთან და მამასთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი ყველაზე ცნობილი ადამიანია მამაჩემი ვარლამ ჯალაღონია. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას ლობი მოერევა თუ სპილო. მაგალითად ჩემი აზრით მოერევა სპილო. რატო? იმიტომ რომ ეშვები აქვს და ეშვები რო შეარჩოს სადმე უშროდ მოკვდება. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ლეკვი. ბედნიერება არის პატარა ლეკვი და კარგი შეყვარებული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.